ჩემთვის სამივე ცუდი თემა. რა გამახარე? პირისპირ გადავრჩით. რაღაცა გვაწვევი. ძალიან ძიმედ დავიწყეთ. კარს ვერ მიუახლოვთ. ეგ არის. ორ გავცვალოთ ადგილი. მოგესალმებით მეგობრებო, სეტანტა სპორტის ახალი საფეხბურთო თამაში ბურთაობა იწყება. როგორც ამ პროექტის, ასევე მსოფლიო ჩემპიონატის მხარდამჭერია Coca-Cola. ფინალის დღეს 19 ივლისს თითოეულ თქვენგანს ავტომობილი Kia EV6-ის და სხვა პრიზების მოგების შანსი გექნებათ. ამისთვის საჭიროა გადმოწეროთ Coca-Cola Rewards Georgia-ს აპლიკაცია და შეიყვანოთ 10 ნიშნა კოდი, რომელსაც Coca-Cola კლასიკის, ზეროს, Fanta ფორთოხლის და Fanta ბროწეულის ყვითელი თავსახურების ქვეშ ნახავთ. ყოველი შეყვანილი კოდი გათამაშების ერთი ბილეთი იქნება, რომელიც 19 ივლისს ავტომობილ Kia EV6-ის და სხვა პრიზების მოგების შანსს გაძლევთ. დღევანდელი თამაშის მონაწილეები არიან გიორგი ჯავახაძე და ლაშა გოდუაძის გუნდი და ილია შარმანაშვილისა და დათო კალანდაძის გუნდი. მოგესალმებით მეგობრებო. მოგესალმებით. როგორი განწყობა არის? დიდებული. შვენიერი არის. გეტყვით რომ ბურთაობის გამარჯვებული გუნდი ევროპის სუპერთასზე გაემგზავრება, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას PSG-სა და Aston Villa-ს დაპირისპირებას ნახავს. ეხლა გავეცნოთ თამაშის წესებს და დავიწყოთ. ბურთაობა ფეხბურთის უმთავრეს პრინციპზე დგას. გამარჯვებისთვის საჭიროა მეტოქეზე მეტი გოლი გაიტანო. გუნდში ერთი მოთამაშე აკონტროლებს მეკარეს და ნახევარდაცვას, მეორე კი დაცვას და შეტევას. თამაში გოლის გასატანად საჭიროა კითხვებზე სწორი პასუხების გაცემა. თამაში შედგება 2 ტაიმისგან. ტაიმში თითოეულ გუნდს 4-4 შეტევა აქვთ. ბურთაობის პირველ შეტევას მეკარე იწყებს, რომელიც მარტივ კითხვაზე პასუხით ბურთს მცველს გადასცემს. მცველს 2 არჩევანი აქვს: უპასუხოს რთულ შეკითხვას და პასი გაუკეთოს ფორვარდს, ან უპასუხოს საშუალო სირთულის შეკითხვას და ბურთი გადასცეს ნახევარმცველს. ნახევარმცველს 2 არჩევანი აქვს: დასწრებაზე საშუალო შეკითხვით პასი გაუკეთოს ფორვარდს, ან დასწრებაზე 2 რთულ შეკითხვას უპასუხოს, წარმატებული დრიბლინგი განახორციელოს და გოლი გაიტანოს. ფორვარდს 1 არჩევანი აქვს: დასწრებაზე უპასუხოს სწორად შეკითხვას და გოლი გაიტანოს. ყველა მოქმედებისას თუ დამცველმა გუნდმა სწორად უპასუხა შეკითხვას, ეს ნიშნავს, რომ წარმატებულად ჩაჭრა იერიში და შეტევის პოზიცია გაიუმჯობესა. ორივე გუნდს ყავს სათადარიგოთა სკამი, ანუ აქვს დახმარებები. თამაში სულ 5 დახმარება არსებობს და თითოეულ გუნდს მხოლოდ 3-ის გამოყენება შეუძლია. ილია შარმანაშვილის და დათო კალანდაძის გუნდი არის მასპინძელი ამ თამაში და ისინი გადაწყვეტენ თამაშს დაიწყებენ თუ მეტოქეს დაუთმობენ ბურთს. დაიწყეთ თამაში. კი ბატონო, დაიწყეთ თამაში და თქვენ წინ გამოჩნდება ახლა თემები და ამ თემებიდან უნდა აირჩიოთ თუ რა თემაზე გსურთ შეტევა მეტოქე გუნდის კარში. ეს თემებია: არგენტინა, გავარდნილი გუნდების ბომბარდირები, ევრო ტურნირები, პრემიერ ლიგელები, ამერიკის კონტინენტი, აფრიკული თემა, სერია და ბუნდესლიგა. აფრიკული? როგორ? არგენტინა ნაკრები არის ნაგულისმები? ხო ნაკრებია. ჩემპიონატი ხო არ არის არგენტინის? ნაკრები არის, ნაკრების ფეხბურთელების გარშემოალი. ნაკრების და ნაკრების ფეხბურთელების. კაი, აფრიკულით დავიწყე. აფრიკული დასაწყისი. კი ბატონო. შესაბამისად მეკარე აკეთებს პასს მცველზე, რომელიც არის მარტივი შეკითხვა და დავსვამ ახლა ამ მარტივ შეკითხვას. 2002 წლის აფრიკის თასი ამ ნაკრებმა მხრებზე ტურნირის ლოგოს გარეშე მოიგო. საქმე ისაა, რომ ხარზე ნაჭერი მათ ფორმას უბრალოდ არ ჰქონდა. ეს თასი მარკ ვივიენ ფოეს კარიერაში ბოლო ტიტული აღმოჩნდა. ამ კითხვას პასუხობს მეკარე. ეს ნაკრები არის კამერუნი. ეს ნაკრები არის კამერუნი. კი ბატონო. ეხლა ილიას აქვს ბურთი დაცვაში და მას აქვს 2 არჩევანი. გააკეთოს გრძელი პასი ფორვარდზე, რომელიც რთული შეკითხვა არის, თუ გააკეთოს პასი ნახევარმცველზე, რომელიც არის საშუალო სირთულის შეკითხვა. არც ერთი დასწრებაზე არ არის. მოდი არ გავრისყო და საშუალო კითხვას ავიჩი. ას აკეთებ ნახევარმცველზე. რუსეთში გამართულ მსოფლიოზე იაპონიამ და სენეგალმა ჯგუფში თანაბარი ქულები დააგროვეს, თუმცა პლეი-ოფში ასპარეზობა აზიურმა ნაკრებმა გააგრძელა. დამისახელეთ მიზეზი თუ როგორ შეძლო იაპონიამ სატურნირო ცხრილში სენეგალზე წინ დასრულება. ბარათების რაოდენობის მიხედვით იაპონიას fair play-ის ქულები უფრო ცოტა ქონდა ვიდრე სენეგალს. სწორია, ილიამ შვენიერი პასი გააკეთა ნახევარმცველზე და ეხლა ნახევარმცველს აქვს 2 არჩევანი. მოდი არც მე არ გავრისკავ და ფორვარდზე გადაცემას გავაკეთე. ფორვარდზე პასი, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ მეტოქე გუნდის დამცველი, ამ შემთხვევაში ლაშა, გეთამაშება შენ დასწრებაზე ამ შეკითხვაზე. ამ ფორვარდის გუნდს ერთი მოგება დააკლდა აფრიკის შესარჩევიდან ინტერკონფედერაციის პლეი-ოფში გადასულიყო. თურქეთის ჩემპიონატის მოთამაშეს
მუნდიალზე თამაში კვლავ არ ვიქტორ ოსიმენი. სწორია და წყინვალე გადაცემით ერთი ერთზე არის მეკარესთან ილია, ნახოთ ილიასა და ჯავახას დაპირისპირება და კვლავ ეს თემა არის და სვამ შეკითხვას. ამ აფრიკელი ფეხბურთელის საყვარელ პოზიციაზე სიტიში გაბწყინება რთული საქმე იქნება. არა იმიტომ, რომ მაღალი დონის მოთამაშე არაა. უბრალოდ კლუბში მის პოზიციაზე სოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე დგას. ამაცა. პასუხი? აიტნური. არასწორია ეს პასუხი, თუ სწორად უპასუხებ ჯავახ, პოზიციას მოიგებ. თუ არა და ბურთს კარიდან განაახლებ. აფრიკელი ფეხბურთელი, რომელიც გადადის სიტიში? ვინ გადადის ახლა აფრიკელი ფეხბურთელი? კი ბატონო. არ ვიცი. უკვე გავიდეთ რომ ომარ მარმუში არის ორი პასუხი. ომარ მარმუში გადარჩა ლაშას და ჯავახას გუნდი გაშვებულ გოლს და ეხლა თქვენი შეტევაა მეგობრებო, თამაშს მეკარე იწყებს, იმიტომ რომ ააცილა ილიამ თავისი დარტყმა. და ვიფიქრე რომ ახალი ფეხბურთელი უნდა ყოფილიყო, ვინც მოდის სიტიში, არა? მარმუშო კაი ხანია თამაში. წირწუნახევია. ეგრე არ ეკითხებოდა. რთული არ იქნება. კითხვა არ იყო ეგრე დასმული რომ ეხლა უნდა მოვიდეს. გაუჭირდა. რთული იქნება. გაუჭირდება იქ გაბწინება, ხო? ხო. ის ბურთი მეკარი. აირჩიეთ თემა მეგობრებო. აბა ის არის. გავხნათ. ევროტურნირებში ბატონო წამყვანო, ზოგადად ყველა ევროტურნირი იგულისხმება თუ ქართული კლუბები ევროტურნირებში? არა, ზოგადად ყველა ევროტურნირი. ოკეი. მაშინ შენ აიჩი. ჩემთვის ყველა თემა უცხოა. რავი, ევროტურნირები რო იყოს რა. ევროტურნირები. იყოს რა. კარგით, შენ მაშინ რომელიც გირჩევენი, შენც რომელ კომფორტული ვნახოთ რა. გოლი შენი გასატანია ბოლოს და ამიტომ შენ აიჩი. აი, რავი, იყოს ევროტურნირი. ევროტურნირები მეკარე მარტივი შეკითხვით პას მისცემს დიახ, სველს. 5 ნომერზე ვაკეთებ პას ბატონო წამყვან. დამისახელეთ ორი ფეხბურთელი, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგის ფინალებში 2-ზე მეტი გოლი აქვთ გატანილი. რონალდუ, ბეილი. შინებული გადაცემა მცველზე და ეხლა მცველმა უნდა მეგობრებო კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ დახმარების გამოყენება მუდამ და ყოველთვის შეგიძლიათ. 5 დახმარებიდან შეგიძლიათ 3 გამოიყენოთ თამაშის მანძილზე და ლაშა გადაწყვიტე. მოდი ნახევარმცველს მივაწვდი პასს რა. კი ბატონო, საშუალო სირთული შეკითხვა. ამ ფეხბურთელმა 2025 წლის ევროპა ლიგის ფინალში საგოლე გადაცემა გააკეთა და კლუბთან ერთად პირველი ტიტული მოიგო. ნაკრების ერთ-ერთი უმთავრესი იმედია, რომელმაც აფრიკის შესარჩევ ციკლში 4 გუნდს გაუტანა გოლი. ამ ფეხბურთელმა გაუტანა 4 გუნდს გოლი. ამ ფეხბურთელმა გაუტანა 4 გუნდს და ამ ფეხბურთელმა გააკეთა ესისტიც ევროპა ლიგის ფინალში ამ სეზონში. დრო. ეტოქე გუნდის ნახევარმცველს შეუძლია რომ უპასუხოს. ანუ 2025 წლის, თუ 26-ის ფინალში ახლა. 26-ის ფინალში. 25-ის ფინალში, ბოდიში, 25-ის ფინალში. სწორად ატლანტამ რომ მოიგო. ისი ტოტენჰემმა რომ მოიგო, ეგ სავარაუდოდ ეგულისხმება, ხო? 25-ში ფინალში ტოტენჰემი იყო. მანჩესტერს რომ მოუგო. კი. ანუ მან დრო. სენეგალელი სარი იყოს. სწორია, სარი არის. ჩაიჭრა ეს ბურთი და ნახევარდაცვაში აქვს შეტევას იწყებს ნახევარდაცვიდან ილიას და დათოს გუნდი. მოდი არგენტინა იყოს და ფორვარდს გავუკეთებ მარტივ გადაცემას. კი ბატონო. დასწრებაზეა შეგახსენებთ. ანუ მცველს შეუძლია დასწრებაზე თამაში. შველი თამაშობს დასწრებაზე. კი ბატონო. ანუ შენ თამაშობ ლაშა დასწრებაზე. მესის კარიერის დასაწყისში 30 ნომერი ეცვა, მაგრამ ჩვენ ცხადია მას როგორც 10-იანს ვიცნობთ. რა ნომრიანი მაის 19. წინვალე პასი მორიგი ფორვარდზე და კიდევ ერთხელ ნახავთ მეგობრებო ილიას და ჯავახას დაპირისპირებას, ნახოთ შეძლებს თუ არა ამჯერად ილია გოლის გატანას და ანგარიშის გახსნას. ზიკოს აზრით ეს თამაში სამარცხვინოდ გათამაშებული სპექტაკლი იყო და ყველაზე უსამართლო მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში. და დღემდე ერთ-ერთ უმთავრეს შავ ლაქად რჩება კიდევაც. გერმანია, ავსტრია. არასწორი პასუხია. ზიკო, გერმანია, ავსტრია, არგენტინა სად არის? გამაზო მაინც არაფერი.
დრო. არგენტინა, ნიგერია იყო. არა, სწორი პასუხია მეგობრებო. ლაშა, შენ უპასუხე გეცოდი. არგენტინა, პერუ. რა თქმა უნდა, არგენტინა პერუს თამაშია, სადაც არგენტინამ იმ და უკეთესი ანგარიშით მოუგო პერუს, ვიდრე ჭირდებოდა ბრაზილიის ჯგუფის ჩასატოვებლად. პირისპირ გადავრჩით. რაღაცა გვაწვევი. პრემიერლიგასთან როგორ? ცადოთ რა, რაღაცა გოლი გავიტანოთ. არა, იქ ზოგადად პრემიერლიგასთან როგორ ხართ? რას ირჩევთ რა თემას? პრემიერლიგელები. კიდევ ერთხელ შეგახსენეთ პრემიერლიგები, კი ბატონო, მაგრამ დახმარებები გაქვთ მეგობრებო. როცა გაგიხარდებათ, გამოიყენეთ. პირველ ტაიმში არ გვინდა. ამჯერად 4 ნომერზე ვაკეთებ პასი. კი, იქნებ ეს არის იღბლიანი. 5-მა არ გამართა. შეტევის მიმართულება შევცვალოთ. არა, 5-მა გამართლა, მაგრამ მე არა გამართა. დამისახელეთ ევროპის ჩემპიონი მეკარე, რომელმაც პრემიერ ლიგაში გოლი პირველმა გაიტანა. ევროპის ჩემპიონი მეკარე, რომელმაც პრემიერ ლიგაში გოლი პირველმა გაიტანა. ეს მარტივია. შმაიხელი იყოს. რა თქმა უნდა, პიტერ შმაიხელი არის სწორი პასუხი. ევროპის ჩემპიონი მეკარე და გოლი რამდენსაა გატანილი პრემიერ ლიგაში, რომ მოდი ისევ ნახევარმცველს მივაწვდი. ნახევარ-დაცვა. გადმოვიტანოთ ფლანგზე. ამჯერად ფლანგიდან შეცვალეს შეტევის ტაქტიკა. არა, მარჯვნიდან. 2009 წელს MLS-ში გამოცხადებული შესვენებით LA Galaxy-ის ლიდერებმა შესანიშნავად ისარგებლეს. ბექემა იჯარით მილანს მიაშურა, ხოლო Galaxy-ის ეს ლეგენდა ხანმოკლე იჯარით ჯერ ბაიერნში, შემდეგ კი მოიესის ევერტონში თამაშობდა. უნდა დამისახელოთ MLS-ის ეს ლეგენდარული ფეხბურთელი. რეინა ხო არა? ვინ? რეინა. არასწორი არის და შეუძლია მეტოქე გუნდის ნახევარმცველს უპასუხოს. აუ, მე მგონი ისა. მეტოქე გუნდის ნახევარმცველი. დათო შენი პასუხია? ხო, უბრალოდ ვერ ვიხსენებ ვერც მე ბაიერნში და ევერტონში იყო მოიესთან. კი. მე როცადო შეიძლება? არა. არა, ის ჩასათვლად არა ვერსია რო. რა თქმა უნდა, მე კი. თქვი აბა დათო უპასუხე თუ გაგპასუხე. არ მაქვს, არავინ არ გამახსენს. დონოვანი ხო არ არის? კი, ლენდონ დონოვანია, რა თქმა უნდა. ლენდონ დონოვანია, ვერც ერთმა გუნდმა ვერ უპასუხა, შესაბამისად, მეტოქე გუნდის დაცვას აქვს ბურთი. წაიღეთ. კარს ვერ მიუახლოვ. ეგ არის. ორ გავცვალოთ ადგილი. არა, იქნებ მეორე ტაიმში ეს თემები იყოს. ჩავხუროთ ეს თემები. რა ვიცი. ხოჯე მაგარი განა. ბუნდეს გავურწყო ბუნდესლიგა. თუ შეიძლება. რა ვიცი. მოდი იყოს არა, ბომბარდირები იყოს, აბა, ბომბარდირები და გავარდნილი გუნდები რა გავრისკა. ბომბარდირები? კი ბატონო. ბომბარდირები იქნება და გავარდნილი ბომბარდირები, ანუ ჩვეულებრივი წარმატებული ბომბარდირებიც იქნებიან წარმოდგენილი წარმატებული კლუბებიდან და კლუბები რომლებიც გავარდნენ მათი ბომბარდირები იმ გუნდის. ესე იგი ბურთი გვაქვს დაცვაში მეგობრებო და რა გადაწყვეტილებას იღებს ძველი? ნახევარმცველს მიცემ პასს. ისევ ნახევარმცველს პასს. ჯერჯერობით ესეთი პრაგმატული ფეხბურთი არის დღეს ხილი. ეკრანებზე. მიუხედავად იმისა, რომ ამ ფეხბურთელმა 2003-4 წლების სეზონი 11 გოლით დაასრულა, ლიცის გადარჩენა მაინც ვერ შეძლო. ბოლო წლებში იგი გამოცემების სათაურებში სრულიად არასაფეხბურთო მიზეზით მოხვდა. ხორვატიაში გადავიდა საცხოვრებლად და ყავის მაღაზიას მართავს. უნდა დამისახელოთ ეს ფორვარდი. ეს თუნდა იყოს მარკო იდუკა. სწორია მარკო იდუკა და ბურთი მივიდა ნახევარმცველამდე. ნახოთ ამჯერად რას აირჩევს? მოდი ისევ იგივენაირად ფორვარდს. კი ბატონო, ისევ ფორვარდზე. რადგან პირველი ტაიმია, დასწრებას. ეხა დასწრებას. ტაიმის ბოლოს რაღაცა შეცვლით ალბათ ეს ტაქტიკაში და საინტერესო იქნება ეგეც. ამ თავდასხმელმა ამიენის მაისურით 9 გოლის გატანა მოასწრო. თუმცა 2019-20 წლების სეზონის ნაადრევა დასრულების გამო 10 ტურით ადრე ამიენი ტულუზასთან ერთად გავარდნილებად გამოაცხადეს. მოგვიანებით სხვა გუნდის შემადგენლობაში ის გახდა ჩემპიონთა ლიგის თანაბომბარდირი რაფინიასთან ერთად. გირასი. სეჰუ გირასი. და მორიგი დიდებული გადაცემა ფორვარდზე ნახოთ ამჯერად ილია გამოიყენებს თუ არა ამ გადაცემას ან აპატიებს თუ არა შემდეგ გაფუჭებულ ბურთს მას დათო. ეს ბრაზილიელი ფეხბურთელი პირველ ევროპულ სეზონში ფიორენტინას ბომბარდირი 6 გოლით გახდა. თუმცა
2001-2 წლების სეზონი გუნდისთვის ადრიანი. და პირველი გოლი, მეგობრებო, პირველი წარმატებული დარტყმა, თუ შეიძლება კარში რო შევაგოროთ ეს ბურთი. ჩვენი ხელით ნუ ვიზამ. აი, ავტოგოლი ყოფილა ფაქტობრივად. 1-0 გაიხსნა ანგარიში და ნახოთ პირველივე ტაიმში შეძლებს თუ არა მეტოქე გუნდი ანგარიშის გათანაბრებას. რა დაგვჭა? ამერიკას სერია, ბუნდესლიგა. სერია ხორცად. წადოთ. ჩემთვის სამივე ცუდი თემა. რა გამახარე? დამისახელეთ ტოპ 5-დან 3 ფეხბურთელი, რომელსაც სერიაში ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული. 5-დან 3 კაცი მჭირდება. ტოპ 5-დან რას ნიშნავს? ანუ ყველაზე მეტი თამაშის ჩამტარებელი 5 ფეხბურთელიდან 3 მინდა. ბუფონი, სწორია. კიელინი, არასწორი არის. მეტოქე გუნდს აქვს შანსი, რომ იქვე ჩაჭრას ბურთი. ბუფონი, მალდინი და ზანეტი. სწორია. და მეგობრებო, შეგახსენებთ, თუ შეგიძლიათ ახლა დახმარება გამოიყენოთ, 2-1-ზე ვარნა გააკეთოთ მაგალითად და ერთად უპასუხოთ შეკითხვას. აუცილებლად. ხო. ეგრე ვქნა, ხო? კი. ვარნას აკეთებს შესაბამისად ამ დროს დამცველი გუნდის 2 მოთამაშე დასწრების გარეშე ერთად უპასუხებენ შეკითხვას, რთულ შეკითხვას შედარებით. თუ სწორია მათი პასუხი, ბურთს დაიბრუნებენ. თუ არასწორი არის მათი პასუხი, ამ შემთხვევაში მეტოქე გუნდს ეძლევა საშუალება რომ უპასუხოს თავდასხმას მხოლოდ. თუ სწორად უპასუხა გოლია, თუ არასწორად უპასუხა ინიშნება 11 მეტრიანი დარტყმა. ანუ ჩვენ ვაპასუხობთ ერთად ეს. თქვენ პასუხობთ ერთად, ოღონდ სანამ უპასუხებთ, მეტოქე გუნდმა უნდა აირჩიოს თავისი თემა, რომელზეც უტევს. და იქიდან უპასუხებთ. კაი, ილია, რადგან შენ თამაშობ, შენ აირჩიე. აი, ბუნდესლიგა. გიორგი ლომაიამ ამ აღმოსავლეთ გერმანული კლუბის ფორმით მეორე ბუნდესლიგაში 15 მატჩი ჩაატარა. კალცაისია. უპასუხეთ უკვე? მოვისმინოთ ბოლომდე არ ბოლომდე მოისმინეთ, არაფერს იმაშვებით. ბოლომდე მოისმინეთ. 15 მატჩი ჩაატარა. გეტყვით რომ დაახლოებით ამავე პერიოდში ამ გუნდში მიხეილ აშვეთია, ილია კანდელაკი, გიორგი ონიანი და გიორგი სეთურიძე თამაშობდნენ. ამ ქალაქში გერმანიის გაერთიანებამდე ქართველები დიდად არ უყვარდათ. იენის კალცაისი. მეგობრებო, რა ვარნა იყო? ამას კამერები აფიქსირებენ, დიდებული კლიერენსი და დაიბრუნა ბურთი და ტაიმის ბოლო შეტევა. ო და ეხლა მცველს აქვს ბურთი. ეხლა მცველს აქვს ბურთი და ტაიმის ბოლო შეტევა არის. მაშინ მოდი თავდასხმას მივაწოდოთ. კი, ოღონდ ბოლო თემა არის ამერიკის კონტინენტი. კი ბატონო. ანუ რთულ შეკითხვას უპასუხებ ლაშა. უნდა უპასუხო. დასწრებაზე არის თუ არა? არ არის დასწრებაზე. მუნდიალზე ეს ნაკრები ინგლისის საყვარელი მეტოქეა. მათზე მეტჯერ 5ჯერ არავისთან უთამაშიათ. ამ 5 თამაშიდან 3ჯერ მოიგეს. ერთხელ ფრედი თამაშეს, თუმცა პენალტების სერიაში დამარცხდნენ და ერთხელ წააგეს. მათ დაპირისპირებას დრამა არასდროს აკლია. ინგლისმა მოიგო 3? კი. ინგლისის საყვარელი მეტოქეა ეს ნაკრები. სოფლიოზე. დრო. ამერიკა ალბათ. არ არის სწორი. მეტოქე გუნდ შეუძლია ჩაჭრას ბურთი და ერთ-ერთზე დარჩება მეკარესთან, ვინც ჩამჭრელი ამ შემთხვევაში ეს არის მეტოქე გუნდის ნახევარმცველი. მე არგენტინას ვიტყოდი. რა თქმა უნდა, არგენტინა არის სწორი პასუხი. ისტორიული დაპირისპირება ინგლისს ვერ უგებდა არგენტინა, ერთხელ აქვს უმოგებული რეალურად ის ლეგენდარული თამაში მარადონამ რომ მოიგო, დანარჩენი ინგლისი უგებს სულ. და ნუ ის 11 მეტრიანების სერიაში არგენტინა დარჩა საბოლოოდ გამარჯვებული. ბურთი ჩაიჭრა მეგობრებო და ამით დასრულდა ტაიმი. იმიტომ რომ ეს იყო ბოლო შეტევა, სწორად გააკეთა ლაშამ რაც გააკეთა, იცოდა რომ მეტოქე გუნდს აღარ ქონდა შეტევა დარჩენილი. სანამ დავიწყებთ მეორე ტაიმს კი გავგრილდეთ, მიირთვით კოკა-კოლა და ფანტა და გახსოვდეთ რომ ყვითელი თავსახურის ქვეშ არის 10 ნიშნა კოდი, რომელიც შეგიძლიათ შეიყვანოთ აპლიკაციაში და გექნებათ შანსი მოიგოთ Kia EV6 და სხვა უამრავი პრიზი კოკა-კოლასგან, რა თქმა უნდა. ვიწყებთ მეორე ტაიმს დაიწყებენ ლაშა და გიორგი და მეორე ტაიმის თემები. ფრანგული თემა, სოფლიოს თემა, ლა ლიგის თემა, ევროპული ფეხბურთი, ყველაფერზე, ანუ ამ ყველაფერი შეიძლება იყოს. ინგლისის ნაკრები, სოფლიო 1930-დან 66 წლებში და სოფლიო 74-დან 86 წლებში.
შენ ამბობ რომ სოფლიო აუ ხო არ იმას ოკეთე. შენ როგორ ახ? ძველ 74-86-ში? გინდა 36, გინდა 75. ნე. ცუდად. კართან არ ჩაგვიჭრან ბურთი. ეგ არ გვინდა. რას ირჩევთ? მოდი ინგლისის ნაკრები იყოს, არა? რას იყოს. მაგრამ ხوار გავრისკოთ ყველაფერზე. აუ როგორც შენ როგორც აი, ყველაფერზე იყოს, მოდი რა. ყველაფერზე. ის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც 100 გოლი გაიტანა იტალიის ჩემპიონატში. მილანისა და ინტერის ლეგენდარული ფეხბურთელის გახსენებაში შესაძლოა ლეგენდარული საფეხბურთო არენა დაგეხმაროთ. მითხარით ეს ფეხბურთელი. ჯუზეპე მეაცა. ჯუზეპე მეაცა მარტივად გააბითურა მეტოქის ფორვარდი ჯავახამდა. ცველამდე პასი წარმატებული პასი გააკეთა. ლაშა. თავდამსხმელზე გაუშვებ კითხვას. რთულს. კი ბატონო. რთული შეკითხვა ფორვარდზე. დაასახელეთ ბოლო ინგლისელი მწვრთნელი, რომელიც სეზონის საუკეთესო დასახელდა პრემიერ ლიგაში. გეტყვით რომ ეს 2012 წელს მოხდა, როცა მისმა გუნდმა ტიმ კრულის წყალობით 15-ჯერ შეინახა კარიმ შრალა და ევროპა ლიგაზე აღმოჩნდა. ხოლოდ მწვრთნელს გეკითხებით, კლუბი არ მინდა. ბოლო ინგლისელი, რომელიც გახდა სეზონის საუკეთესო. მერე მოვიდა ისეთი ხალხი რომ ტიმ კრულის აჯანდაბაში იყო. ორი ვარიანტი მაქვს, მაგრამ ერთი უნდა ვთქვა. ხმამაღლა გირჩევ არ თქვა ორივე. არა, არ ვიტყვი ხო. უპასუხე, დრო. 2012 ხო? კი. ჰარი რედნაპი იყოს. არასწორი არის და მეტოქე გუნდის ნახევარმცველ შეუძლია სწორად უპასუხოს. ტიმ კრული მე როგორც მახსოვს ნიუკასლში თამაშობდა მაგ პერიოდში. ანა ნორვიჩი, მაგრამ უფრო ნიუკასლი და ვერ ვიხსენებ ინგლისელი. დრო. არ ვიცი, ონილი იყოს, მაგრამ არ არის. სწორი პასუხი იყო მეგობრებო, ალან პარდიუ. ალან პარდიუა ბოლო ეს დიდებული მწვრთნელი. ჯავახი ცოდი პასუხში. აი, შეიძლება რომ ტაქტიკური გადანაცვლება გჭირდებათ მეგობრებო, არ ვიცი. არანაირად. აზრი არ აქვს. ვისთან ყველაფერზე ამით ჩაიკეტა და აირჩიეთ თემა. იყოს ინგლისის ნაკრები. ინგლისის ნაკრები. ანუ თავდამსხმელი ხა მე და თქო აძლევ თავდამსხმელს, ხო? არა. ხო. ესე ხო არის? მეგრე გამოდის, კი. და გეთამაშები მე. დასწრებას. დაასახელეთ კალგარიში დაბადებული ინგლისელი ფეხბურთელი, რომელმაც პორტუგალიასთან მეოთხედფინალურ შეხვედრაში პენალტების სერიაში გოლის გატანა მოახერხა. 11 მეტრიანებში გაიტანა გოლი. ეს ოუენ ჰარგრივსი ხო? სწორია, ჩაიჭრა ბურთი, ლაშას დიდებული თამაში. ეხლა ცველსა აქვს ხო ბურთი? არა. ნახევარმცველს, იმიტომ რომ წარმატებული ჩაჭრა იყო და პასი გადაიტანა ნახევარდაცვაში. შესაბამისად, ჯავახ შენ უნდა აირჩიო, რა გადაწყვეტილებას მიიღებ. თემას აირჩევ და შემდეგ დავხედავ და მოდი საშუალო სირთულის პასი თავდამსხმელზე კი ბატონო და იყოს ევროპული ფეხბურთი. ევროპული ფეხბურთი. ხუან დე რამოსი ევროპა ლიგის სპეციალისტია, რომელმაც ორჯერ მოაპოვებინა სევილიას ეს ტიტული. შესაძლოა მესამედაც დაუფლებოდა ამ თასს, თუმცა ამ გუნდმა მირონ მარკევიჩით ჩაანაცვლა. დნიპრო. დნიპრო, სწორია. ორიგი შეტევა ჩაიჭრა, მეგობრებო, ესეთი დაცვითი ფეხბურთი არ ვიცი. ეს ნახევარწეს. ნახევარდაცვაში გორაოს ბურთი. აირჩიეთ თემა და მითხარით მოდი მეშვიდე თემა იყოს მსოფლიო 30-56 წლებში და ფორვარდს. ეს ნაკრები 1958 წლის მსოფლიოს უმთავრეს ფავორიტად ითვლებოდა. სამწუხაროდ მუნდიალამდე თვეებით ადრე 8 თებერვალს ტრაგედია დატრიალდა და გუნდი შვედეთს შესუსტებული შემადგენლობით ეწვია. ლაშა? ინგლისი. სწორია, მანჩესტერის ტრაგედია იყო მეგობრებო და მთავარი ფავორიტები ძალიან დასუსტდნენ. მორიგი დიდებული თამაში დაცვის ხაზში და ეხა შენ 1-0-ია მეგობრებო ანგარიში და დარჩენილი არის 4 თემა. მოდი მსოფლიო 74-86 იყოს. მე კი არ ვარ ძლიერი ამაში, მაგრამ
შეგიძლიათ რომ მაგალითად შტურმი მეტოქის კარტთან აირჩიოთ მოდი ავირჩიოთ რა. და 2-2-ზე თამაშობთ და 3 შეკითხვას პასუხობთ. ზედიზე. ანუ სულ 6 შეკითხვა იქნება ამ თემიდან. მაგას ავირჩიოთ რა. შტურმი მეტოქის კარტთან. ამ ნაკრებმა ორჯერ 1978 და 86 წელს მსოფლიო ჩემპიონატებზე წაგების გარეშე იასპარეზა. ისე რომ ფინალშიც კი არ უთამაშია. ბრაზილია. პირველი გადაცემა სწორია. 1982 წელს გერმანიის კარში გატანილი გოლი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მომენტია. უპასუხე? ტარდელი. სწორია, ჩაიჭრა ეს შეტევა, მეგობრებო. და მეორე ფაზა იწყება შტურმის. 1974 წლის მსოფლიოზე ბრაზილიის წინააღმდეგ თამაშამდე ამ ქვეყნის მმართველმა მობუტუ სესო ზაირი. და ჩაიჭრა მეგობრებო მეორე შეტევაც. დიდებულად ითამაშა დაცვაში ილიას და დათოს გუნდმა. ამ ხوار გამოვიტანოთ დახმარება, იმიტომ რომ ოხრად დაგვრჩება და მე მგონი ჯობია. რომელი თქვენ არ შეგიძლიათ შტურმი მეტოქის კარტთან გამოიყენოთ გამომდინარე იქიდან რომ იგებთ თამაშს, შეტევაში რისი გამოყენება შეგიძლია, ეს არის სწრაფი შეტევა. სწრაფი შეტევა ნიშნავს, რომ თქვენ 2-1-ზე ეთამაშებით მეტოქეს, 3 კითხვას უნდა უპასუხოთ, ჯერ ეთამაშებით მცველ, ნახევარმცველს, შემდეგ მცველს და შემდეგ მეკარეს. კი ბატონო, გამოვიყენებთ ამ. კი ბატონო, დავიწყოთ. რა თემას ეხება? ავირჩევთ ლა ლიგას. ლა ლიგა. ეს ფეხბურთელი ევრო 2024-ის ფინალის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. კიონში ამ შემტევმა საქართველოს ნაკრებსაც გაუტანა. ის კლუბის ერთგული კაცია და გეგმას თუ არ გადაუხვევს 2035 წლამდე სახლს არ შეიცვლის. მითხარით ეს ფეხბურთელი, რომელიც ლა ლიგაში თამაშობს. დრო? დავარტყა? შეიძლება ნიკო ვილიამსი იყოს. სწორია, ნიკო ვილიამსი. პირველი ფაზა გაიარეთ. ეხლა ლაშასთან უკვე დაცვაში ხართ. სწრაფი პასები, ტიკი-ტაკათი. კიონის კლუბზე ვფიქრობდი რატომ მოძდაო საერთოდ სხვაგან. დაასახელეთ ესპანური კლუბი, რომელსაც როგორც რეალსა და ბარსელონას არასდროს დაუტოვებია უმაღლესი ბილბაო. დიდებული ჩაჭრა. უბრალოდ. დიდებული ჩაჭრა. და გირჩევთ რომ თქვენც იგივე დახმარება გამოიყენოთ, იმიტომ რომ თქვენი ბოლო შეტევა არის და შესაბამისად გასატანი გაქვთ გოლი, რომ ფერფაინს დაასრულოთ ეს შეხვედრა. აი, ბოლოში ჩაჭრა შეგვიძლია ჩვენ. ეხა ბურთი სად არის ბატონო წამყვანი? ნახევარდაცვაში? ნახევარდაცვაშია ბურთი, მაგრამ როცა ირჩევთ 2-1-ზე შეტევას, მაინც ამ ფაზას უნდა უპასუხოთ. კი ბატონო, ავირჩევთ ამას. და რას? სოფლიო თუ ფრანგული? თემა მსოფლიო. სოფლიო. ანუ დასწრებაზე აქვს. მე და შენ პირველი ეთამაშებით დათოს, შემდეგ ეთამაშებით ვილიას და შემდეგ კვლავ დათოს. დაასახელეთ ქვეყანა, რომლის საფეხბურთო ნაკრებსაც მუნდიალების ისტორიაში ყველაზე მეტი ბრინჯაო და ყველაზე მეტი ვერცხლი აქვს. გერმანია. სწორია, ჩაიჭრა ეს შეკითხვა და თქვენ უბრალოდ შეგიძლიათ უფრო დიდი ანგარიშით მოვიგოთ ბოლო შეკითხვაზე, იმიტომ რომ ჯგუფში შეიძლება ამ ყველაფერს მნიშვნელობა ჰქონდეს. უბრალოდ თუ რომელიმე დახმარება შეგვიძლია გამოვიყენოთ, გამოვიყენებთ. შეტევაში ვერცეც გამოიყენებთ, იმიტომ რომ ერთი გამოყენებული გაქვთ და მეორე ან ფრე უნდა იყოს შტურმის გამოყენების შემთხვევაში, ან უკან უნდა იყოს ანგარიში. კაი, მაშინ ფრანგული თემა დაგვჭა, შესაბამისად ფორვარდს გადავაწყვი. და მე თუ ავიღე 2-0 ვიგეთ, ხო? ფრანგული. არა, ჯერ მე მგონი ვუპასუხებ და მე შენ, ხო? კი. ხო. დასწრებაზე. ან მე და ლაშავ თამაშობთ ახლა. UEFA-ს თასის ევროპა ლიგის ტიტული არც ერთ ფრანგულ გუნდს არ მოუპოვებია ამ დრომდე. თუმცა ეს გუნდი მარსელთან და ბორდოსთან ერთად იმ იშვიათ გუნდებს წარმოადგენს, ვინც PSG იყოს. არასწორი პასუხია და თქვენ შეგიძლიათ მნიშვნელობა აღარ აქვს, საჯმა ამოსტვინა და დასრულდა მეგობრებო თამაში 1-0. დაძაბულ ძიმე ბრძოლაში გაიმარჯვა ილიამ და დათომ. ძალიან ძიმედ დავიწყეთ და მთლიანობაში ძალიან ესეთი ცოცხალი თამაშია და ძალიან მომეწონა და ნამდვილად საინტერესო თამაში არის უპრეცედენტო YouTube და ტელესურცეში. კითხვები საკმაოდ კარგი იყო. საინტერესო თამაში იყო, ულოცავ გამარჯვებას მოწინააღმდეგეს და ჩვენ როდესაც აღმოჩდით ერთ გუნდში რენდომაიზერით ჩემი ძლიერი მხარეები რაც არის, ის ლაშას ძლიერი მხარეებიც არის და ვერ ვავსებთ ერთმანეთს. ანუ ორი ადამიანის ერთად თამაშს რა მუღამიც უნდა გქონდეს. ეგ ცოტა გვეკარგება. ამიტომ რაღაცა უნდა მოვიფიქროთ ტაქტიკურად, რომ
რაღაცით შევავსოთ ერთმანეთის სუსტი მხარეები რა. მადლობა მეგობრებო, შეგახსენებთ რომ ჩვენი სპონსორი და პარტნიორი არის Coca-Cola, როგორც ამ გადაცემის, ასევე ზოგადად მსოფლიო ჩემპიონატის მხარდამჭერია. ფინალის დღეს 19 ივლისს თითოეულ თქვენგანს ავტომობილი Kia EV6-ის და სხვა პრიზების მოგების შანსი გექნებათ. ამისთვის საჭიროა გადმოწეროთ Coca-Cola Rewards Georgia-s აპლიკაცია და შეიყვანოთ 10 ნიშნა კოდი, რომელსაც Coca-Cola კლასიკის, ზეროს, Fanta ფორთოხლის ან Fanta ბროწეულის ყვითელი თავსახურების ქვეშ ნახავთ, რომელიც თქვენ წინ არის, შეგიძლიათ მიირთვათ. ყოველი შეყვანილი კოდი გათამაშების ერთი ბილეთი იქნება, რომელიც 19 ივლისს ავტომობილი Kia EV6-ის და სხვა პრიზების მოგების შანსს გაძლევთ. მადლობა ძალიან დიდი, კვლავ შევხვდებით. შეიძინე Coca-Cola და Fanta ყვითელი თავსახურით და ჩაერთე გათამაშებაში. მოიგი ავტომობილი Kia EV6 და სხვა პრიზები. შექმენი და უიწყარი მომენტები Coca-Cola-სთან ერთად.